ჩამოვიდნენ არა ქართლიდან, არა გურიიდან, არა კახეთიდან, არა სვანეთიდან. ჩამოვიდნენ ნიუ-იორკიდან, ნიუ-ჯერსიდან, ფილადელფიიდან, ვაშინგტონიდან, კონექტიკუტიდან და არა საქართველოს, არამედ პენსილვანიის ქართულივით მაღალი ცის ქვეშ ერთ მუშტად შეიკრნენ კახელნი, მეგრელნი, ქართლელნი, გურულნი, რათა ამ სოფელში ერთად ეზეიმათ უწმინდესი და უნათლესი სვეტიცხოვლობის დღესასწაული. და სოფელიც იყო ქართული. ჯერჯერობით უსახელო, მაგრამ სამშობლო მონატრებულთათვის საქართველოდ დაგულებული. ამ სოფელში დღეს 2011 წლის 15 ოქტომბერს ქართული წალმით გახურებულ თონეში დედასპური უნდა გამომცხვარიყო. ქართული ჭაჭა ტრადიციისამებრ გამოხდილიყო. მწვადი ქართული თხილის ხის შამფურზე შემწვარიყო. ქართული საწნახელის ღარი პატარა ქართველების მიერ დაწურული ყურძნის ტკბილით უნდა მონათლულიყო და ჩვენებურ თათარაში სათითაო დამოვლებული ჩურჩხელაც კახური მარნის თავხეზე უნდა ჩამომშრალიყო. შემოსაყვარელო ქართველებო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ნამდვილად. აი, ჩემი გულის სიხარულით არის სავსე. ჩვენ რაც ჩავიფიქრეთ, რაცაც ჩვენ თითოეული ქართველი ჩაიფიქრებთ და აი ახდა დღეს. ჩვენ მეტის ღირსნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი სიყვარულისა და ისეთი ქვეყნის შვილები ვართ, რომ ამაზე მეტის ღირსნი ვართ. თუ საქართველოს 400 წელიწადი მონღოლების ქვეშ იყო და ეკლესიები შენდებოდა, ჩვენ იმის უფლება არ აქვს, რომ ჩვენ არ ვაშენოთ და ჩვენ შვილებს არ ვასწავლოთ ის, რასაც აი თქვენ დღეს ხედავთ, ეს ყველაფერი ჩვენი შვილებისთვის არის, რომ იმათმა ქართველობა არ დაივიწყონ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას აი ამ სიყვარულს ყველას გილოცავთ და თუ ჩვენ შევძელით პატარა მარნის აშენება, იმასაც შევძლებთ, რომ ამერიკის მიწაზე ჩვენ დიდ ქართულ ხუროთმოძღვრულ ეკლესიასაც ავაშენებთ. დაგლოცავთ ყველას და ღმერთმა შეგარგოთ. ალოცილი იყო საქართველოს აწნამარადი. კარგად იყავით. ეს ყველაფერი ვისთვის ეგზოტიკაა, ვისთვის ტკივილიანი სიხარული, მაგრამ ერთი ცხადია. 4000 კვადრატული მეტრი ეს ამერიკული მიწა დღეიდან მშობლიურ ადგილად იქცევა ამერიკაში მცხოვრები ქართველებისათვის. იქცევა თავშესაფრად, ჭირისა და ლხინის ზიარად. მრავალი აქ დაბადებული პატარა ქართველისთვის ჯერ კიდევ უნახავ საქართველოს. სწორედ ამ დღეს, როცა ჩვენს თვალწინ ჟრიამულით დარბიან ნანახით გაოცებული ჩვენი შვილები, უნებურად მახსენდება ნიუ-იორკის ქართული ეკლესიის გახსნის დღეს ნანახი ხანდაზმული კახელი კაცი, რომელიც სათითაოდ ეკითხებოდა პატარა გოგობიჭებს. ქართული იცი პაპა? იქნებ ეს კითხვა დღეიდან აღარ დაისვას. მე ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღე ამის აშენებაში და ძალიან მიხარია. შენ აქ დაიბადე, ბაჩო? კი. და ესე კარგად იცი ქართული? დედამ ასწავლა. შიად გვიხსმევენ კითხვას, ბავშვები, თუ რატო უნდა ისალონ ქართული ენა, თუ რატო უნდა მისდიონ ქართულ ტრადიციებს. ისინი ვინც აქ ჩდებიან, ამერიკის მოქალაქეებზე მაქვს ლაპარაკი. აი დღეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, თუ რა ტრადიციები აქვს ქართულ ქვეყანას, საქართველოს, ქართულ ხალხს. დარწმუნებული ვარ ხვალ ბავშვი, რომელიც ამის მონაწილე გახდა დღეს, სულ სხვანაირი კუთხით შეგადავს თავის წარსულს. ადამიანებს სტატისტიკა უყვართ, მით უმეტეს მეტად პრაქტიკულ ამერიკელებს. ვითვლით კვირებს, დღეებს, ხელფას, სამშობლოში გატარებულ წლებს, მაგრამ არავის არსად არ ექნება დათვლილი, რამდენი ხატი, სანთელი, ლოცვანი ჩამოგვაქვს საქართველოდან. ქართულს თავისი წილი ეკლესია, ისევე როგორც თავისი წილი საქართველო თან დააქვს. მაგრამ სულ სხვაგვარია გრძნობა უფალთან სიახლოვისა, როცა მის სახლს სტუმრობ. ამ ტაძარში დღეს 3 პატარა ქართველი,
ბექა, ანდრია და მარიამი ინათლება. გოჩაში უკაშვილისა და მარინე ცარცისის ქორწინებასაც დღეს უფალი აკურთხებს. სიყვარულია მთავარია, ასე გადაგებთ. თქვენსკენ მოავილთვით, არაფერი აღარ გვადარდებს. ხალხის გულებში ყელაპტრები შვიდად აღარდეთ. ქრისტე ჩვენ შორის დიდ პატარა ასე ღაღადებს. სასუფევლისკენ გამაკვებით დინჯად მიმავალს. პენსილვანიის შტატში პოკონოს დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი წმინდა გიორგის ფონდის დამფუძნებელმა ლაშა დარბაიძემ, პენსილვანიის მკვიდრმა გოჩა ბაჩიაშვილმა, მამა ალექსანდრამ და ქართველმა მრევლმა რამოდენიმე წლის წინ შეიძინეს. ხოლო მონასტრის ტერიტორიაზე ქართული სოფლის აშენების იდეა ყოფილ საქართველოს საპატიო საკონსულოში რამოდენიმე თვის წინ დაიბადა. ურმები, გოდრები, ქვევრები, საწნახელი, თიხის ფიალები, დოქები და მრავალი სხვა ეროვნული აქსესუარი საპატიო საკონსულომ თელავიდან და ყვარელი და შეერთებულ შტატებში ჩამოიტანა და ქართულ მრევლთან ერთად ქართული სოფლის შენებას შეუდგა. ჩემი სიცოცხლე ასე მცირედი შენ სამსხვერპლოზე მომიდა. შეგვიძლია შემოვნა ის ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ კეთდება ძველებური ღვინო ქვევრების საშუალებით, თუ როგორ იწურება, თუ როგორი ტრადიციის მატარებელია ეს, როცა უშუალოდ ხდება ვასთან და მტევანთან და ყურძნისმენთან ურთიერთობა, ცოცხალი შეხება. აი ეს ალბათ დღეს გავაკეთეთ. თქვენ ნახეთ დაახლოებით 1000-ზე მეტი კაცი იყო დღეს მოსული, ძალიან ბევრი ბავშვები ყავდა და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა დღემ ერთი ლამაზი აგური დადო ქართული ემიგრაციის ისტორიაში. ეს იქნება უკვე ტრადიცია ყოველ წელს 15 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით მასმინძლები ყველა ქართველის პენსილვანიაში ამ მშვენიერ ადგილზე. უკვე დავსახმეთ მომავალი წლის გეგმები, გვინდა რომ აშენდეს სვანური კოშკი, შემიძლია ვთქვა რომ ეს იქნება ტვირთვიანების სახელობის კოშკი, იმიტომ რომ ოჯახმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ემიგრაციის ჩამოყალიბებაში და მის ფეხზე დაყენებაში. ეს იქნება ჩვენი ერის და ჩვენი დიასპორის, ასე ვთქვათ, მადლიერების გამოხატულება, რომ ეს კოშკი იქნება მათი გვარის სახელობის. გაკეთდება აუცილებლად იმერული პაცხა და მეგრული ოდა. როცა ხედავ ამდენ მოღიმარ სახეს ერთად, ამდენ ბედნიერ ადამიანებს, როცა შეგვიძლია ჩვენ აი სიყვარულში და ჩვენ ერთობაში გავერთიანდეთ, ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი დღეა ჩვენ ცხოვრებაში. ქართველი ემიგრაციის სახელით მადლობას ვუხდით წმინდა გიორგის ფონდის დამფუძნებელს ლაშა დარბაიძეს. პოკონოს დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლს იღუმენ მამა საბას, გოჩა ბაჩიაშვილის, გია ჩუბინიძის ოჯახებს და თითოეული იმ მონაწილეს, რომელთაც შეერთებული შტატების ქართველებს პატარა საქართველო აჩუქეს. არაჩვეულებრივი დღე არის ყველა ქართველისთვის. ძალიან იშვიათი დღე არის ჩვენი ერთიანობის და ჩვენი სურვილის, რომ ვიყოთ ერთად და ძლიერად. ეს კიდევ ერთი მაგალითი არის ამ სურვილის ქართველების. იმ ადამიანებმა, ვინც დღევანდელ დღის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო და ორგანიზება გააკეთა, არაჩვეულებრივი საქმე გააკეთეს ქართველებისათვის და ყველა ჩვენი სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა თითოეულს და ამას აბას უღმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის ამ არაჩვეულებრივი ქართული დღესასწაულისთვის და მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ესეთი ერთიანი დღესასწაულები ძალიან ბევრი იქნება ჩვენს სათვისტომოში. 11 წელია ნიუ-იორკში ვარ. არ მინახია რა. ყოჩა ვინც გააკეთა ამის ორგანიზატორებს ღმერთმა აი ყველანაირად რა ამისთან კაი საქმეს ამერიკაში ქართველი კაცი ვერ გააკეთა. ორივე ხელს წერ. ძალიან კარგი წამოწყება. უკვე წლების მანძილზე ვართ მოცილებული საქართველოსგან, მაგრამ სიყვარული საქართველოსადმი და ტრადიციებისადმი არ კლებულობს, არამედ უფრო მატულობს და ჩვენმა გულის ფეთქვამ უკვე რამდენიმე წლის წინ ამოფეთქა, ასე ვთქვათ, ბოლომდე და 5 წლის წინ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ტრადიციულად ქართული შემოდგომის რთველის დღესასწაული და დღეს ამან მიიღო უფრო მასშტაბური ხასიათი და დღეს ამ წინვალი ადგილას პენსილვანიაში ჩვენ ხვდებით ყველა ამ დღესასწაულს და დღეს ალბათ თქვენ შეხედეთ რამდენი ხალხია და რამდენი ხალხი ზეიმობს და ეს გამოძახილია საქართველოსადმი, რომ საქართველო ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. ჩვენი შვილები და შვილიშვილები არის თქვენს გვერდით და ჩვენ ვაშენებთ ერთად იმ დიდ ლამაზ საქართველოს, რომელიც ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების საქართველოა.
ძნელია რაიმეთი გააოცო მრავალეროვანი ამერიკა. ახალი მეზობლებით ჩვეულების სამეფ გულითადად მიიღეს და მეგობრობის ხელით გაუწოდეს. გაუშინაურდნენ კიდეც. დღეს ხმაურიანი ქართველები სხვაგვარად გაიცნეს და ამ დღესასწაულს თავადაც შეუერთდნენ. მოდი ალვის ხებს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამოვნე ჩემო საგანეო ჩემი საქართველო that the people here, these are families, these are people who are living with their children and celebrating in a way that warms my heart. You know, it's a very, very good thing. I've not been to this monastery church before, and I think it's a little far from where people live, and they're coming here, which means it's very important to them. I live right here. I've seen this pavilion when there was nothing here but earth, until the magnificent structure that they've built. This is a hard-working congregation. The neighbors are so happy to have Georgians as their neighbors. We have never seen this before. We hope to see it every year from now on. We're just absolutely thrilled that they would have this type of organization. And as part of the coalition force in Baghdad, I served with Georgians, and I'm proud to be their neighbor. რადგან ეკლესია საერო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რელიგიური დღესასწაულით ბუნებრივად შეერწყა საეროს ზეიმს, სადაც ჩვენი ეროვნული ტრადიციებითა და ფასეულობებით სიამაყე სხვადასხვა ფორმით წარმოჩინდა. ამერიკაში ვარ და ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. და აქ გავიზარდე, აქ ვსწავლობ, აქ ვცხოვრობ, მაგრამ თან ახლა პენსილვანიაში რო ვცხოვრობ, მაინც არ ყავს ბევრი ქართველები და ნიუ-იორკიდან ჩამოვიდნენ, ფილადელფიიდან ჩამოვიდნენ, ნიუ-ჯერსიდან ჩამოვიდნენ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. რაც მე ტირილი მინდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან მენატრება ჩვენი საჭმელი, ღვინო, ყველაფერი და ვიცი, საქართველოში მგონია თავი. უპირველეს ყოვლისა თვითეულ თქვენთაგან ულოცავ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, კვართისა, საუფლოისა და სვეტისა ცხოველისა. ეს არის თვითეული ქართველისათვის დიდი დღესასწაული, რადგანაც კვართი არის ერთიანობის სიმბოლო, რამაც დღემდე ერთიანად მოიტანა ქართული ეკლესია თვის მადლის შეწევნით და წყალობით. დღევანდელ დღეს დაფუძნდა და ტრადიციული იქნება ამერიკაში ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის და ეს იქნება არ დავიწყება ჩვენი ისტორიის, ჩვენი მომავალის და ჩვენი წარსულის. ღვთისმადლი და წყალობა იყოს თანამავალი და თანამგზავრი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დღის აქამდე მოყვანისათვის და გვირგვინის დადგმისათვის. დამთავრდა დღევანდელი სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. ქართული სოფლის ეზოშიც ხალხი ნელ-ნელა შეთხელდა. ამ დამთავრებით დაიწყო უფრო დიდი, უფრო ძლიერი და ისევე როგორც საუკუნეების წინ სვეტმა ცხოველმა დასაბამი მისცა ქართველთა ქრისტეს რჯულის გარშემო გაერთიანებას, ქართულ სოფელში აღნიშნული დღევანდელი სვეტიცხოვლობის დღესასწაული დასაწყისია ერთიანი და ძლიერი ემიგრაციის ახალი ისტორიისა.